მეთევზეთა პროფკავშირის წევრები შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. გაერთიანების ხელმძღვანელი დავით ნიკურაძე ამბობს, რომ სამსახურს არაპროფესიონალი ადამიანი ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ სამსახურს სათავეში ირაკლი ჭავჭანიძე უდგას, ვერ ხერხდება ბიორესურსების შენარჩუნება. მიმდინარეობს უკანონო თევზჭერა, ფლორისა და ფაუნის განადგურება. მეთევზეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელი შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამსახურს პროფესიონალების არყოლაშიც ადანაშაულებს. დავით ნიკურაძის თქმით, სამსახურს სარეწაო იარაღის შემოწმებელი სპეციალისტები არ ყავს, რის გამოც ისინი დარღვევებზე ვერ რეაგირებენ. მეთევზეთა დამოუკიდებელი პროფკავშირები საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსგან საკითხით დაინტერესებასა და მოთხოვნაზე რეაგირებას ითხოვს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირაკლი ჭავჭანიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დროისათვის არ განიხილება. მათი თქმით, აღნიშნულ უწყებაში თანამშრომლები შესაბამის კვალიფიკაციითა და კონკურსის წესით არიან შერჩეული. ნადგურდება შავი ზღვის ეკოსისტემა და ნადგურდება ჩვენ აკვატურიულ წლებში თევზის მარაგი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური ვერასრულებს თავის მოვალეობას რამოდენიმე უკვე წელი. პრაქტიკულად არის უმექმედო. აქედან გამომდინარე, საქართველოს მეთევზე მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აპირებს დააყენოს გარემოს დაცვის მინისტრის წინაშე საკითხი, რომ დადგეს ირაკლი ჭავჭანიძეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მუშაობს შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამსახურში, აყვანილი იქნა კონკურსის საფუძველზე, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აკმაყოფილებდა იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც იყო ჩადებული კონკურსანტებისთვის. ამ ადამიანებმა გაიარეს კონკურსი, ჩვეულებრივად დასაუბრებით იყო საკმაოდ კონკურენციას მათ შორის ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა და შერჩეული იქნა ოპტიმალური კადრები, ის კადრები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ფაქტიურად გააჩნია ორი განყოფილება, ფოთის და ბათუმის განყოფილება, ყავს კატარღები და ისინი საზღვრის პოლიციასთან ერთად მუშაობენ, ავლენენ უკანონო თევზჭერის ფაქტებს.